სულ ერთი წუთი დაუთმო სოფლად ცხოვრები მოზარდების საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართულობის საკითხს. სამწუხაროდ დღეს სოფლებში არ აგვაქვს ახალგაზრდული ცენტრები, კულტურის სახლები და ხშირ შემთხვევაში გასართობი ადგილები არ არის მოზარდებისათვის, სადაც ადამიანები შეძლებდნენ თავშეყრას და ერთმანეთისათვის სხვადასხვა საინტერესო ინიციატივების გაცნობასა და ამა თუ იმ საინტერესო პროგრამის დაგეგმვას. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რადგან თავისუფალი დრო ბევრი მოზარდისათვის ნიშნავს იმას და სამწუხარო რეალობა დღეს არის, რომ ხშირია კრიმინალის შემთხვევები მოზარდებს შორის, ასევე ძალადობა. ამ სურს გამოვიყენო შანსი და მივმართო შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, კერძო და სამოქალაქო სექტორს, რომ ხარი დაუჭირონ ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუტის განვითარება სოფლებში, საჯარო სკოლებში, რათა უფრო მეტად ჰქონდეთ მოზარდებს საშუალება თავისუფალი დრო გამოიყენონ განმავითარებელ აქტივობებში ჩასართავად და წვლილი შეიტანონ სკოლის, სოფლის და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვახსოვდეს ამერიკის პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის სიტყვა, ერთ-ერთ თავის გამოსვლაში მან თქვა, რომ ჩვენ შეიძლება ვერ შევუქმნათ მომავალი ახალგაზრდებს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა მოვამზადოთ ახალგაზრდები მომავლისათვის და სწორედ ეს არის მიზანი ახალგაზრდული მუშაკისა და მოზარდების საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართულობისათვის, რომ მოზარდები იყვნენ მზად თავისი ხვანილი დღისთვის.